სახალხო დამცველის წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს და მიეცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს კანონმდებლობა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში მოიყვანა შესაბამისობაში საერთაშორისო ვალდებულებებთან. იმ ჭრილში, რომელიც რაც ეხება ადამიანის ეკოლოგიური უფლებების დაცვას. სანამ დეტალებზე გადავიდოდი, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენთვის გარემოს დაცვის სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებში და ანგარიშში საკმაოდ მოცულობითი ნაწილი ეთმობა ჯასაგარემოში ცხოვრების უფლებას, იმ უფლებას, რომელიც პრაქტიკულად დაკავშირებულია სიცოცხლის უფლებასთან და ჩვენთვის გარემოს დაცვის სამინისტროსთვის ეს ძალიან კარგი ერთგვარი მხარდაჭერაა, რომელიც ასე ვთქვათ გაუყვება ხაზად იმ სამართალშემოქმედებით პროცესს, რომელსაც გარემოს დაცვის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს. ჯასაგარემოში ცხოვრების უფლების დეტალებზე სანამ გადავიდოდე, მინდა გამოვეხმაურო იმ მიმოხილვას, რაც სახალხო დამცველის ანგარიშია ნათქვამი, სადაც აბსოლუტურად სამართლიანად არის კავშირები, ასე ვთქვათ, ხაზგასმული ჯასაგარემოში ცხოვრების უფლების, როგორც სამოქალაქო პოლიტიკურ, ასევე სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებთან. მოგეხსენებათ, დღეს მსოფლიოში არ არსებობს უნივერსალური საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ჯასაგარემოში ცხოვრების უფლების საერთაშორისო სამართლებრივ დაცვას ეხებოდეს, თუმცა მიუხედავად ამისა, 66 წლის ორივე პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის შესახებ, სოციალურ-ეკონომიკური კულტურული უფლებების დაცვის შესახებ ირიბად ეხება ჯასაგარემოში ცხოვრების უფლებას. გარდა ამისა, არსებობს უამრავი რეზოლუცია და სხვა იურიდიულად არასავალდებულო ხასიათის დოკუმენტი საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე, მათ შორის უნივერსალურ დონეზე, რომელიც პირდაპირ აკავშირებს ეკონომიკურ განვითარებას, ფრად განვითარებას, სიცოცხლის უფლებას, განვითარების უფლებას ჯასაგარემოში ცხოვრების უფლებასთან. საქართველოს 2001 წლიდან არის ორჰუსის კონვენციის წევრი სახელმწიფო, რომელიც პირდაპირ ავალდებულებდა საქართველოს ჯასაგარემოში ცხოვრების უფლება თავისი სამი ძირითადი გამოხატულებით, ასე ვთქვათ, ინკორპორირებულ გაეკეთებინა ეროვნულ კანონმდებლობაში, თუმცა მიუხედავად ამისა, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებამდე ჯასაგარემოში ცხოვრების უფლება თავისი სამი ძირითადი გამოხატულებით ბოლომდე არ იყო ინკორპორირებული ეროვნულ კანონმდებლობაში. ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ სახელმწიფოს წარმოეშვა ძირი ვალდებულება გარემოს დაცვითი მმართველობის მოწესრიგების, რომლის მიხედვითაც პირველი ვალდებულება, რაც ჩვენ მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გქონდეს კანონმდებლობის სახით შემუშავებული, არის გარემოს დაცვითი მმართველობის თანამედროვე საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბება. არის 4 დირექტივა, 2001 წლის 92 დირექტივა გეგმებში და პროგრამებში საზოგადოების ჩართულობის შესახებ, არის 2003/4 დირექტივა გარემოს დაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ, 2003 წლის 35 დირექტივა გარემოს ზემოქმედების შეფასების შესახებ და 2001 წლის 92 დირექტივა სტრატეგიული გარემოს ზემოქმედების შესახებ. 2 წელია გარემოს დაცვის სამინისტროში ევროკავშირისა და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის დახმარებით მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება განვითარებაზე და დღეს უკვე სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომელიც თანამედროვე საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების მიხედვით გარემოს ზემოქმედების შეფასების კანონმდებლობის ჩამოყალიბებას ეხება საქართველოს მთავრობის მიერ შესრულებულია და გარემოს ზემოქმედების შეფასების ახალი კოდექსი გადმოგზავნილი არის საქართველოს პარლამენტში განსახილველად. ხვალიდან იწყება საკომიტეტო მოსმენები და ვიმედოვნებთ, რომ საგაზაფხულო სესიის შუა რიცხვებში კოდექსი იქნება დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის მიერ. რა არის სიახლე, რასაც გვთავაზობს ეს კოდექსი და რითი განსხვავდება იმ არსებული ნაკლოვანი პრაქტიკისგან, რომელიც აქამდე ჰქონდა საქართველოს.
და რა არის ის ძირითადი პრინციპები, რაც ეხმიანება სახალხო დამცველის ანგარიშს და სრულყოფილად ასახავს იმ საერთაშორისო სამართლებრივ მოთხოვნებს, რაც ჯასახგარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაციისთვის არის დადგენილი როგორც ზოგადად საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე, ასევე ევროკავშირის სამართლის დონეზე. პირველი, ეს არის გარემოს ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული ინფრასტრუქტურული პროექტების და სხვადასხვა საქმიანობების ჩამონათვალის გაზრდა. საქმიანობები, რომლებიც დღეს ექვემდებარებოდა გარემოს ზემოქმედების შეფასებას, არის ბევრად ნაკლული იმ ვალდებულებებთან მიმართებით, რაც ორჰუსის კონვენციით არის დადგენილი, მისი დანართით არის დადგენილი და შესაბამისად არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ ერთ-ერთ დირექტივას, რომელიც ჩემს მიერ იქნა ხაზგასმული. შესაბამისად, ახალი კოდექსი ითვალისწინებს საქმიანობების ორ დანართს. პირველ დანართს, სადაც ჩამოთვლილი საქმიანობების რაოდენობა არის უკვე ადეკვატური და მეორე და რომელსაც აუცილებელი გარემოს ზემოქმედების შეფასება იქნება ჩასატარებელი და ამავე კოდექსს აქვს მეორე დანართი, რომელიც თავისი შინაარსით ექვემდებარება ეგრეთ წოდებულ სკრინინგს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმიანობის მასშტაბის ადგილმდებარეობისა და გარემოზე პოტენციური ზეგავლენის მასშტაბის მიხედვით იქნება შეფასებული ესა თუ ის საქმიანობა ექვემდებარება თუ არა გარემოს ზემოქმედების შეფასებას მთელი თავისი პროცედურებით, შესაბამისად საჯარო განხილვების ჩატარების ვალდებულებით და საზოგადოების ადრეულ ეტაპზე ინფორმირებულობის კუთხით. ამ მხრივ მინდა ვთქვა, რომ პირველი დანართის, ანუ სავალდებულო გარემოს ზემოქმედების შეფასების დანართის საქმიანობებს დაემატა ისეთი მნიშვნელოვანი საქმიანობები, როგორც არის წიაღის მოპოვება 25 ჰექტარი და წიაღის მოპოვება ზღვიდან, ტორფის მოპოვება 150 ჰექტარი, ნახშირბადის დიოქსიდის გეოლოგიური დასაწყობება, ბირთვული საწვავის წარმოება და გადამუშავება, მეფრინველეობა, მეცხოველეობა, რაც დღევანდელი კანონმდებლობით, როგორც წიაღის მოპოვება საერთოდ არ ექვემდებარებოდა გარემოს ზემოქმედების შეფასებას და ეს ისეთი მნიშვნელოვანი საქმიანობებია, რომლებიც თავისი მასშტაბით ნამდვილად მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე. ასევე მეორე დანართს დაემატა მთელი რიგი სექტორები, რომლებიც დღეს არ ექვემდებარებოდა გარემოს ზემოქმედების შეფასებას, მათ შორის მდინარის კალაპოტის შეცვლა, ტყის გაჩეხვა, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების და მიწის გამოყენება არასასოფლო დანიშნულების მიწად, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თევზის მრეწველობა, რომელიც დღესდღეობით ძალიან აქტუალური თემაა იმ კუთხით, რომ დაინტერესებული საზოგადოება ძალიან ხშირად ასაჩივრებს თევზსაშენების და თევზის წარმოებას ეს საკითხით დაექვემდებარება გარემოს ზემოქმედების შეფასებას და ყველაზე მნიშვნელოვანი თემატური გასართობი პარკები 10 ჰექტარზე მეტი, სამთო სათხილამურო ტრასები 5 ჰექტარზე მეტი, 10 ჰექტარზე მეტი ფართობის ურბანული პროექტები. როდესაც ჩვენ საუბრობთ ინდივიდუალურ პროექტებზე, ყველა ეს პროექტი დაექვემდებარება გარემოს ზემოქმედების შეფასებას, რაც არის ადამიანის ეკოლოგიური უფლებების დაცვის უმთავრესი გარანტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება ადრეულ ეტაპზე იქნება ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ახალი კოდექსის მიხედვით სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, რაც აქამდე ინვესტორზე იყო გადატანილი, საჯარო განხილვების უზრუნველყოფა, ანუ ტვირთი საჯარო განხილვების უზრუნველყოფა და პასუხისმგებლობა იმაზე, რომ საზოგადოება დროულად, ეფექტიანად და ადრეულ ეტაპზე არის ინფორმირებული, ეკისრება უკვე სახელმწიფოს. ამასთან სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობა და მოგეხსენებათ ეკოლოგიური უფლებები არის კოლექტიური უფლებები, ეს არის მისი უპირატესობა, ასე ვთქვათ, და ამ შემთხვევაში ჩვენ არ აგვყავს დაინტერესებული პირი, რომელსაც უშუალოდ ადგება ზიანი, ან შეიძლება პოტენციურად მიადგეს ზიანი, შესაბამისად ნებისმიერი პირი განიმარტება ამ შემთხვევაში ისეთ პირად, რომელიც შეიძლება დაინტერესებული იყოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტით, მიუხედავად იმისა, პოტენციურად ზიანი შეიძლება მიადგეს თუ არა ამ პირს. ესეც სიახლეა და ამასთან საზოგადოების ინფორმირებულობის ყველანაირი საშუალება უნდა იქნეს გამოყენებული. მათ შორის ეს შეიძლება იყოს ადგილზე, რეგიონებში, არა მხოლოდ ის, რასაც დღეს კეთდება ინფორმაციის საჯარო ადგილზე გამოკრა, მაგრამ ასევე ინფორმაციის გამოკრა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სკოლებში, ბაღებში, ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ადგილებში, ასე ვთქვათ, სოფლის ბირჟებზე და ასე შემდეგ. ყველა საზოგადოების ყველა წევრი უნდა იყოს ადრეულ ეტაპზე ინფორმირებული და ეს ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება.
ასევე იცვლება ვადები და ეს რეკომენდაციაც იყო სახალხო დამცველის ანგარიში. მოქმედი კანონმდებლობით არის ორეტაპიანი ეკოლოგიური ექსპერტიზის ორეტაპიანი არის გარემოზე მოქმედების შეფასების განხილვის პროცედურა. პირველი ეტაპი ეს არის დაახლოებით 50-დან 60 დღემდე, ხოლო მეორე ეტაპი 10-15 დღე. ამ შემთხვევაში და სამუშაო დღეები. ამ შემთხვევაში ვადები იზრდება, რაც მეც საშუალებას აძლევს გარემოსდაცვის სამინისტროს და მის ექსპერტებს, რომ ადგილზე გავიდნენ და ადგილზე გაეცნონ მდგომარეობას. პირველ ეტაპზე ვადები იქნება 25-30 დღე, რა შემთხვევაშიც ჩვენ განსაზღვრავთ, ასე ვთქვათ, სკოპინგის ეტაპი ქვია ამ ეტაპს, ამ შემთხვევაში ჩვენ განსაზღვრავთ ზუსტ ჩარჩოებს, თუ რა უნდა იქნეს ინვესტორის მიერ დამატებით წარმოდგენილი და ესეთ ინვესტორს აძლევს ხელს, რათა მან ფუჭი დანახარჯი არ გაიღოს და მეორე ეტაპზე არის 51-55 დღე, ნაცვლად 10-15 სამუშაო დღისა, რა შემთხვევაშიც საჯარო განხილვები დამატებით ეწყობა. განსხვავებით მოქმედი კანონმდებლობისა, ვადების დასთან ერთად საჯარო განხილვები ტარდება ორჯერ, პირველ ეტაპზე და მეორე ეტაპზე. ამასთან არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ახალი კანონმდებლობა ეს არის დამატებითი რეგულაცია ბიზნესისთვის და დამატებით თვითონ დააწვევა ბიზნესს, პირიქით ბიზნესი სხვა კვლევების მიხედვით, რა დადასტურებული კვლევები შეგვიძლია დაინტერესების შემთხვევაში წარმოვადგინოთ, ინვესტორებისთვის ბევრად, ასე ვთქვათ, ხელსაყრელია ისეთ ტერიტორიაზე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტის მოწყობა, სადაც წინასწარ განჭვრეტილია გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და სხვა ეკოლოგიური ასპექტები, რაც მას ფუჭ დანახარჯებისგან დაიცავს. ამ შემთხვევაში ნაკლები იქნება, რა თქმა უნდა, დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლებიც ძალიან ხშირად არაინფორმირებულობის, არასწორი ინფორმირებულობის გამო, ასე ვთქვათ, ნეგატიურად აღიქვამენ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს. გარდა ამისა, მე დანართებზე ვისაუბრე, პირველი და მეორე დანართი და ვისაუბრე იმაზე, რომ ეს არის ინდივიდუალური პროექტები და მეორე ნაწილი, რაც მე მინდა ვთქვა, თუ მესამე ნაწილი, ეს არის სიფცითი დაგეგმარება, რეკომენდაციაც სახალხო დამცველის ანგარიში არის ნახსენები. ყველა ამ პროექტს, რომელიც პირველ და მეორე დანარჩი არის ჩამოთვლილი, თუ ამ პროექტებს კუმულაციურად სახელმწიფო აპირებს, რომ გეგმა გააკეთოს აღნიშნული პროექტების შემდგომი საომავლო განვითარების, ასევე უნდა ჩაუტარდეს გარემოს ზემოქმედების შეფასება, როგორც გარემოს დაცვის კუთხით შეფასების თვალსაზრისით, ასევე ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. ეს არის საერთოდ ახალი ინსტრუმენტი საქართველოს სამართლებრივ სივრცეში, რაც იმას ნიშნავს, რომ გარემოს ზემოქმედების შეფასება, მათ შორის შეფასება ადამიანის ჯანმრთელობაზე ამა თუ იმ პროექტის გავლენის კუთხით, ჩაუტარდება არა მხოლოდ ინდივიდუალურ პროექტებს, რისი განმახორციელებელი ხშირ შემთხვევაში, უმეტეს შემთხვევაში არიან სხვადასხვა ინვესტორები, სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით, არამედ ჩაუტარდება გარემოს ზემოქმედების შეფასება, ასევე სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა სექტორებში მომზადებულ გეგმებს და პროექტებს და სტრატეგიებს. სექტორები, რომლებსაც ეს შეეხება, პრაქტიკულად არის ყველა სექტორი, ეს არის, რა ვიცი, სოფლის მეურნეობის კუთხით, მათ შორის გარემოს დაცვის კუთხით, ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით, ქალაქმშენებლობის გეგმები, ანუ ნებისმიერი სიფცითი მოწყობის გეგმა, რომელიც სხვადასხვა სექტორში შეიძლება არსებობდეს. იმ დანართების მიხედვით და დანართები აბსოლუტურად ამოწურვადია, არ რჩება არც ერთი სექტორი, რომელსაც სტრატეგიული გარემოს ზემოქმედების შეფასება არ ჩაუტარდება, გარდა იმ თემებისა, რომელიც საბიუჯეტო დაგეგმარებას, რომელიც სტრატეგიასთან გეგმა საბიუჯეტო დაგეგმარების ან თავდაცვის სფეროში შეიძლება ხდებოდეს. შესაბამისად, გარდა ამისა, ეს არის პირველი, როგორც ვთქვი, გარემოს დაცვის მმართველობის კუთხით შემუშავებული ძალიან დიდი პაკეტი, რომელიც 23 კანონპროექტისგან შედგება, რომელიც სათავეში დგას, ასე ვთქვათ, სრულად ახალი კანონი, გარემოს დაცვის შეფასების კოდექსი. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ თითოეული კანონპროექტი, რომელსაც სამინისტრო მოამზადებს ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თითოეული კანონპროექტი თავის თავში აუცილებლად მოიცავს საზოგადოების ჩართულობის და გარემოს დაცვის ინფორმაციის ადრეულ ეტაპზე ხელმისაწვდომობის საკითხებს. ასე მაგალითად, ამჟამად მუშაობთ გარემოს დაცვის პასუხისმგებლობის შესახებ ახალ კანონპროექტზე, რომელიც ეხება გარემოს დაცვის მიყენებული ზიანის დაანგარიშებას. ამ შემთხვევაშიც ალბათ გსმენიათ, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ადმინისტრაციული სანქციის შემდეგ
ასე ვთქვათ, იმ შემთხვევაში თუ გარკვეულ ოდენობას აჭარბებს ზიანი, ზიანს უთვლის საქმიანობის განმახორციელებელსაც ხშირ შემთხვევაში მილიონ ლარსაც კი აჭარბებს ხოლმე. ამ შემთხვევაშიც ამ ზიანის გამოანგარიშება და ადმინისტრაციული წარმოება ამ კუთხითაც მოხდება საზოგადოების ჩართულობისა და დაინტერესებული პირების ჩართულობის თვალსაზრისად. თუმცა ეს კანონპროექტი მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის წინაშე. ამ შემთხვევაში ასევე ერთ დავამატებდი, გარდა იმისა, რომ რეკომენდაცია გარემოზე მოქმედების შეფასების კოდექსი ასე ვთქვათ ასრულებს ამ რეკომენდაციას, ასევე ძალიან მალე გამოიცემა მინისტრის ბრძანება, რომელიც გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ეხება. და გარემოზე მოქმედების შეფასების კოდექსი ასევე თავის თავში მოიცავს ვალდებულებას, რომ მთავრობა მე წლის განმავლობაში გამოწეს დადგენილება, რომელიც გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ვალდებულებას შეეხება არა მხოლოდ სამინისტროს ფარგლებში, არამედ მთელი მთავრობის და ასე ვთქვათ საჯარო მმართველობის ყველა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების კუთხით, რაც თავის თავში უნდა მოიცვას როგორც გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ასევე ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე, ეგრეთ წოდებულ მეტაინფორმაციაზე, რაც ინფორმაციაზე ნიშნავს. შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ რამოდენიმე წლიანი გარემოსდაცვითი რეგულაციების დაკნინებისა და დერეგულაციების რამოდენიმე წლიანი პერიოდის შემდგომ ვიმყოფებით გარემოსდაცვითი მმართველობის საკითხების ახლებური დარეგულირების მდგომარეობაში და ვფიქრობთ, რომ თითოეული ის სამართლებრივი აქტი, საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტის დონეზე, რომელიც გარემოსდაცვის სამინისტროს მიერ საომალოდ იქნება მიღებული და გამოცემული, აბსოლუტურად ადეკვატური იქნება საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებებისა. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო რაც მინდოდა მოკლედ მეთქვა. თუ რაიმე კითხვები გვაქვთ, მზადვარო გიპასუხებთ. დიდი მადლობა ქართულმა წარმოდგენილი დეტალური ინფორმაციისთვის. კითხვა არ მაქვს, უბრალოდ მაქვს დაზუსტება, იმიტომ რომ რეკომენდაცია ჩვენი, რომელიც ეხებოდა ამ საკითხს, ეხებოდა თავდაპირველ ვარიანტში არა მხოლოდ თქვენ სამინისტროს, არამედ და ფორმულირება იყო ისეთი, რომ შეიტანოს ცვლილებები კანონმდებლობაში და შესაბამისად დანარჩენი, როგორც არის რეკომენდაციაში მოტანილი, შესაბამისად შემდეგ მოხდა ამ რეკომენდაციის მხოლოდ თქვენ სამინისტრომდე ასე ვთქვათ გადმოტანა, შესაბამისად ფორმულირებად შეიცვალა და მხოლოდ თქვენ სამინისტროს მისამართით გაკეთდა ეს რეკომენდაცია. შესაბამისად გასაგებია, რომ უკვე მომზადებული არის ეს პროექტი, წარდგენილია მთავრობის სხდომაზე განსახილველად, თუმცა რეკომენდაციის პირველ ვერსიაში ჩვენ ვსაუბრობთ ასევე და ეს რეკომენდაცია მიმართული იყო ასევე მთავრობის და პარლამენტის მისამართითაც, რომ შესაბამისად ცვლილებები შეეტანა უკვე და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ეს პროცესი განხორციელდება და შესაბამისად პარლამენტში უკვე მალე ვიხილავთ აღნიშნულ პროექტს. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო, მე თავიდან კაფეოთ უნდა მეთქვა, ალბათ მთავრობის მიერ რახალ კანონმდებლობაში ცვლილებებს აზრი არ ქონდა და ჯობდა ახალი საკანონმდებლო აქტის მიღება, ჩვენ კოდექსის სახით ჩამოვაყალიბებთ, ანუ სამი ძირითად მიმართულება, ტრანსპორტის გარემოზე მოქმედების შეფასება, გეგმებზე და პროექტებზე სტრატეგიული შეფასება და ახალი გზშ-ის სისტემა მოვაქციეთ ერთ კოდექსში. მთავრობის ხდომაზე 2 კვირის წინ მიღებული იქნა აღნიშნული პროექტი და გადმოგზავნილია უკვე ბიურო გავლილი აქვს საქართველოს პარლამენტს და ხვალიდან პირველი კომიტეტი გვაქვს ჯანდაცვის კომიტეტი, 8 კომიტეტს აწერია და ვფიქრობთ, რომ ერთი თვის განმავლობაში საკომიტეტო მოსმენები და პირველი მოსმენით უკვე იქნება მიღებული. თუმცა ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ ამოქმედების ვადები აქ არაერთგვაროვანი ამ კოდექსს, მოგეხსენება თითოეული გარემოსდაცვითი რეგულაცია რაც შემოდის. პარალელურად ამ ასე ვთქვათ, გვიბიძგებს იმისკენ, რომ ვიფიქროთ გარკვეულ გარდამავალი პერიოდი არის რამოდენიმე კუთხით აუცილებელი. პირველი ადამიანური კაპიტალი, რაც გარემოსდაცვის სამინისტროს ყავს და ხარვგაძლიერება. მეორე ეს არის არსებული პროექტების მდგომარეობის გათვალისწინება და გარკვეული გარდამავალი პერიოდი. მოდით უნდა დავიწყოთ ამ პროექტის განხილვას, გვაქვს მაგის საშუალება. მადლობა თქვენი მოხსენებისთვის. თუ კიდე არის რაიმე კითხვა, თუ არა და გავაგრძელოთ მუშაობას სხვა უწყებებთან. მადლობა გარემოს დაცვას დიდი